მე ვარ თაკო დავლაძე, სტუდენტი, ვსწავლობ ლუვენის კათოლიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო პოლიტიკას. უკვე 4 წელია, რაც ბელგიაში ვცხოვრობ და ამ 4 წლის განმავლობაში გადავწყვიტე, რომ შევუერთდე ქართულ დიასპორულ ორგანიზაციას Promote Georgia-ს. Promote Georgia 9 მაისს ხიდების მშენებლებთან ერთად დააორგანიზა ეს დიდი ღონისძიება, რომელმაც შეკრიბა ქართული დიასპორა ბრიუსელში. ეს შენობა, სადაც ახლა ქართული ეკლესია, ქართული წირვა. მას შემდეგ რაც ჩვენ გადმოგცეს, გახდა მართლმადიდებლური ეკლესია. მე როგორც ერთ რიგით ქართულს ძალიან სიამოვნებს. დადიხარ. კი, ხშირად არა, მაგრამ ხო. აბა ღმერთოები არიან. მე არ ვარ ღმერთი. მე მწამს ღმერთის რა. ანუ შეიძლება შეთავსებადი იყოს მთავრობასთან არ დათანხმება და სარწმუნოება. ჩვენ არ ვართ მონსტრები და კაცი ჭამიები. ჩვენს გვაქვს წვრილები და ასე შემდეგ. წირვა მარტო ქართულად არის? მარტო ქართულად არის. ხო, აი მაგალითად გერმანიაში გერმანულადაც მიდის, იმიტომ რომ რეალობა რომ აქ იბადებიან მეორე თაობის ან შერეული ოჯახის შვილები, მათ არ იციან ქართული, ანუ ძალიან კარგად ხსნის, რომ შეიძლება ამ ეტაპზე არ იცის ქართული, მაგრამ ღმერთის სიყვარული, ეს რაღაცა ინტეგრაცია ამ ყველაფერთან გაცილებით მნიშვნელოვანია და ამიტომ მე ვიცი გერმანული და რატომ არ ვესაუბრებ. ახსარებებსაც კი იბარებს გერმანული. ხშირად აი რაც სადღესასწაულო მსახურება, მე ტრაპეზის მოყვება ხოლმე ამ ყველაფერს. მაგალითად აღდგომას ემიგრანტებმა მოიტანეს პასკა და ერთად აღნიშნეთ აღდგომის დღესასწაული და ესენიც არაქრისტიანებიც გვერდდებიან და ჩვენს დიდი სიტყვოთი და სიყვარულით ვიღებთ მაგათაც, იმიტომ რომ მართლა ხის სახლი არის, ხო? და ხო არ ვეტყვით ახლა შენ ქრისტიანი არ ხარ, შენ ქართველი არ ხარ, ან იგიღებთ პირიქით და სხვათა შორის მეუფეს აქვს ამაში ძალიან დიდი წვლილი, აი განსაკუთრებით ღია და ხო მიმღებელი არის ამ თვალსაზრისით. მაგრამ აქ კიდევ საინტერესო ფაქტი ის არის, რომ კვირას გვაქვს ხოლმე საკვირაო სკოლა ეკლესიაში, სადაც ანუ ემიგრანტ ბავშვებს ამეცადინებენ ქართულში და ისტორიაშიც როგორც ვიცი, ამიტომ ხო აი ეკლესია ძალიან ჩართული არის მაგ თვალსაზრისით, რომ ქართული ბავშვები რაც შეიძლება ახლოს იყვნენ საქართველოსთან და ქართულ ლიტერატურასთან. ამ ეკლესიაში კიდევ იმას ვაფასებ, რომ მართლა ყველანაირი ადამიანი იკრიბება ეკლესიაში. მე მიყვარს იქ სიარული, იმიტომ რომ ეკლესიაში როცა ვართ, ჩვენი პოლიტიკური ხედვები დავიწყებული გვაქვს და იქ უბრალოდ ადამიანები ვართ. და ერთად ხართ. და ერთად ვართ და ეს მართლა ალბათ დამეთანხმებით, რომ აი ერთ-ერთი უიშვიათესი შემთხვევა, როცა ქართველებს ერთად შეუძლიათ ყოფნა. იქ არის ის რაღაცა ფუნდამენტური ღირებულებები, რაც ყველას გვაერთიანებს. ხო, ეგ არის მაგალითი, რომ განსხვავებული აზრის გამო ადამიანს თავში არ უნდა უთხრა. კი, ნამდვილად. It's multi. Yeah, 1, 2, 3. ხო. Oh. Thank you. Thank you. ჩვენ გვაქვს ბილეთი ბრიუსელი, ლუვენი. ლუვენში რატომ მივდივართ? ლუვენში მივდივართ იმიტომ, რომ დაგათვალიერებინოთ ჩემი უნივერსიტეტი, რომელშიც ამჟამად ვსწავლობ და ხო, თითქმის 2 თვეში უკვე დავამთავრებ, 2 თვეც არ არის დარჩენილი. რამდენი ხანია? ლუვენში ამჟამად ვსწავლობ საერთაშორისო პოლიტიკას. ჩემი კვლევითი სფერო, ასე რომ ვთქვათ, შეეხება ევროკავშირის განახლებადი ენერგიის და თავდაცვის პოლიტიკის პოტენციურ სინერგიას. არ ვიცი ეს რამდენი. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, რაზეა ეს ყველაფერი? ხო, აი, დაახლოებით ასე რომ გავამარტივოთ, როგორ შეიძლება ჩვენი თავდაცვა გახდეს უფრო მეტად ეკომეგობრული, იმიტომ რომ მე ასე მწამს, რომ არც დემოკრატიის შენებას და არც ტერიტორიების დაცვას აზრი არ აქვს, თუ ჩვენ მომავალი არ გვექნება და მომავალი ვერ გვექნება, თუ ჩვენ კლიმატს არ დავიცავთ და გარემოს არ დავიცავთ და ჩემი აზრით პლანეტას თუ გავანადგურებ დემოკრატია ნამდვილად. ხო, აი ზუსტად, ამიტომ ვცდილობ დავამტკიცა, რომ კი, ანუ უნდა ვიზრუნოთ შეიარაღებაზე, უნდა დავხარჯოთ ფული ჩვენს
ევროკავშირის შეიარაღებაზე, მაგრამ ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს შეიარაღება უნდა იყოს ეკომეგობრულიც და შეიარაღების ხარჯზე გარემო არ უნდა გავანადგუროთ, რომელიც საბოლოო ჯამში იგივე ანუ უფრო მწვავე პრობლემების წინაშე დაგვაყენებს. ჩამოვედით ლუვენში. როგორ დაახასიათებდი მოკლედ ამ ქალაქს? პირველ რიგში სტუდენტურ ქალაქს, მანქანების გარეშე ქალაქს და უსაფრთხოს განათლებასთან და სწავლასთან დაკავშირებულ ქალაქად დავახასიათებდი ლუვენს. ხო, სიმშვიდე იგრძნობა განსაკუთრებით ბრიუსელის შემდეგ. ნამდვილად. თან ძალიან პატარა არის ეს ქალაქი. ქუთაისი? როგორი ქალაქია? შენი ქუთაისი. ეს სხვა შორის რომენი მიყვარს ძალიან, იმიტომ რომ ქუთაისს ვაგონებს რაღაც მომენტებში, გამომდინარე იქედან რომ ძალიან პატარა ორივე, ძალიან მშვიდი, წყნარი, ისტორიული. და ხო, რაღაცნაირად აქ რომ ჩამოდივარ ხოლმე, რამდენადაც შეიძლება ქუთაისში ვგრძნობდე თავს, მაქსიმალურად მაქვს ხოლმე ეგ ასოციაცია, რომ სახლში ვარ, სავით, ჩემი კომფორტის ადგილია. მაგრამ შენ არ ხარ ადამიანი, ვინც თავის კომფორტის ზონაში დარჩენას გადაწყვეტს, იმიტომ რომ დიდი საქმეები აქვს გასაკეთებელი. სხვათა შორის მაგიტომ დავრჩი ბრიუსელში საცხოვრებლად, მიუხედავად იმისა, რომ აქ ვსწავლობ და მატარებლით მოდივარ ხოლმე იმისთვის, რომ ლექციებს დავესწრო. ხო, ვიფიქრე, რომ ბრიუსელში უფრო რაღაცა სტრატეგიულად კი, აი ზუსტად სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა იქ დარჩენა, იმიტომ რომ რაღაცა ბრიუსელში სულ ღონისძიებები არის, სულ რაღაცა საინტერესო ხდება და მეგონა რომ აი ბრიუსელში თუ ვიცხოვრებდი და აქ ვივლიდი ლექციებისთვის უფრო საინტერესო იქნებოდა ჩემთვის კარიერულადაც და აკადემიურადაც. და საქართველოს პროევროპული კურსის მომხრეებს შენ ბრიუსელში ჭირდები, იმიტომ რომ ბევრ საქმეს აკეთებ და მნიშვნელოვან საქმეს აკეთებ. კი, ვცდილობ რომ აი მაქსიმალურად საქმით შევუწყო ამ ყველაფერს ხელი. ახლა მივდივართ უნივერსიტეტში, სადაც შენ სწავლობ. კი. არიან ქართველები? სხვათა შორის კი არიან. კურსზე ვართ 3 ქართველი. ეს ჩემ კურსზე მხოლოდ და სხვადასხვა კურსებზე ვიცი რომ კიდევ უფრო მეტი ქართველები არიან. ამ წლების განმავლობაში სხვათა შორის ძალიან ბევრი ქართველი ჩამოდის. რა არის ის რაც აქ მოიპოვება განათლების მაძიებლისთვის და საქართველოში ეს ყველაფერი რთულად არის? ხო, აქ მე ყველაზე მეტად რაც მიყვარს არის ის რომ აი ჩარშოში არ ხარ. ეს არის ჩვენი უნივერსიტეტის, ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, რომელსაც უკვე 600 წლიანი აკადემიური ტრადიცია და გამოცდილება აქვს. ამიტომ ხო რაღაცნაირად სხვა გრძნობები მიჩნდება ხოლმე, როცა მაგრამ გელაც მაინც ვერ უწევს კონკურენციას. რა თქმა უნდა. ჯერ გელათი. ჩვენ უფრო ძველი ვართ. კი, აბა რა. ხო, აი ქუთაისის მე ხშირად დარწმუნებული ვარ ქუთაისის ისტორიით და აქ უყვები ქუთაისის და გელათის ისტორიას და ქუთაისის როგორც საგანმანათლებლო ცენტრის ისტორიას. ის ქართველი, რომელიც ქუთაისის მნიშვნელობას ვერ აფასებს, არ იცის უბრალოდ საქართველოს ისტორია. ეს არის ჩემთვის ხო, აი ძალიან მარტივი დასკვნა. ის ადამიანი, ვინც ქუთაისს ეძახის ქუთეის და ხო, აი იძახის რომ უბრალოდ ქალაქია, მან მარტივად აიცის ჩვენი ქვეყნის ისტორია. ხო და გელაც დღეს რაც დამართეს, ეს ჩემთვის არის სიგნალი, რას ნიშნავს ზოგადად ფარისევლობა, იმიტომ რომ ერთი მხრივ შენს პოლიტიკურ განცხადებებში აპელირებდა ისტორიაზე, კულტურაზე, რელიგიაზე და მეორე მხრივ აი გელაც ის დამართო, რაც დამართეს, ხო, ჩამოშლილი ეს ისტორიული ფრესკები არის უბრალოდ გულის მომკვლელი, სულის შემძვრელი და სამწუხაროდ ნათელი მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება დასრულდეს პროცესი, როცა აი ამ ფარისევლობას იჯერებენ ადამიანები. რაღაცნაირი გავლენა აქვს ამ პროპაგანდას და ტვინების გამორეცხვის პროცესი
მაინც უნდა ვაღიაროთ წარმატებულად მიმდინარეობს. ადამიანების დამორჩილება ჩვენ ისტორიიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი ყველაზე მარტივია მაშინ როცა ისტორიას გადაწერ, ისტორიის რაღაცა ნაწილს მოყვები, თელ კონტექსტს არ მიაწოდებ ადამიანებს და მხოლოდ იმას, რაც შენ გაწყობს, ხო? თუნდაც ზოგადი რუსეთის გავლენა რომ ავიღოთ საქართველოზე, ხო? მთელი ამ საუკუნოვანი გავლენის განმავლობაში ისინი ცდილობდნენ, რომ ჩვენი ეს კულტურული მემკვიდრეობა წაეშალათ, იმიტომ რომ ეს კულტურული მემკვიდრეობა არის ის, რაც ასაზრდოებს ჩვენს ინსპირაციას და რწმენას დამოუკიდებლობაში. და რუსები იყვნენ, ვინც გადაღებეს ქართული ფრესკები, ხო, ავტოკეფალია წაგვართვეს. კი. და დღეს თურმე რუსები შეგვინარჩუნებენ თვითმყოფადობას და ჩვენს ეკლესიას და რელიგიას. ბელგიელებმა გვაჩუქეს კათოლიკეების მიერ აშენებული ეკლესია და ახლა იქ მართლმადიდებელი საქართველოს მოქალაქეები წირვას ესწრებიან და რუსებმა წაგვართვეს ჩვენი ეკლესიები და შემოგვისაზღვრეს ტერიტორიები მავთულ ხლართებით და მათ კონტროლირებად ტერიტორიებზე საფლავებია ადამიანების და ოჯახის წევრები ვერ ახერხებენ სხვადასხვა რელიგიურ დღესასწაულებზე, საფლავებზე და ეკლესიებში გადასვლას. აი ეს არის მარტივი რეალობა და ამას თუ ვერ დაინახავს მაყურებელი, არ ვიცი. მეგონი არ არის მე გაგრძელება ისტორიის გაკვეთილების. კი, ეს არის მართლა აი თეთრი და შავი, ანუ ძალიან მარტივია ამის გარჩევა, რომ ხო. კარგი, ვნახოთ მაშინ ბიბლიოთეკა შიგნიდანაც, ხო? ულამაზესი საბიბლიოთეკო სივრცეა, ხშირად გიწევს აქ ყოფნა, როგორც ვიცი, ახლა გამოცდების პერიოდია. კი, ერთ თვეში, ცოტა უფრო ნაკლებში გამოცდები მეწყება და გამოცდებამდე თეზისის წერის აქტიურ ფაზაში ვარ და ჩემი სახლი არის მეორე, ესე რომ ვთქვათ. ძალიან ლამაზი სახლია. კი, და ესეთი ინსპირაციის მომცველია, რაღაცა 1636 წელს დაფუძნებულია ეს ისტორია და აი რომ წარმოვიდგენ ხოლმე რამდენი სტუდენტი იყო აქ, რამდენი ნაშრომი დაიწერა, უფრო მეტ мотиваციას მაძლევს, რომ ჩემი რესურსების მაქსიმალურად გამოვიყენო აქ. აქ კითხვა ხო ალბათ ერთი სიამოვნებაა, ხო როგორი გაშლილი სივრცეა, ბუნებრივი განათება, ეს დიდი ვიტრაჟები. მე აი მოვიხიბლე ხო ახლა თვითონ ინტერიერით და გარემოთი და ადამიანს მოგინდება წიგნების კითხვა. აი მე ნამდვილად და ჩემი ოცნება იყო სხვათაშორის ქუთაისიდან რომ რაღაც ასეთ უნივერსიტეტში მესწავლა, სადაც სხვა ასეთი ბიბლიოთეკა იქნებოდა და ჩემი დიდი ინსპირაციის წყარო იყო ყოველთვის. ზერელეთ რასაც გადავხედე წიგნებს, აი არ არსებობს არიპოვო აქ სხვადასხვა ინტერესის ჯადოქრობის შესახებაც იყო წიგნები, ხო ყველაფერია, რამე თუ არსებობს ალბათ რამე ინტერესი ადამიანში, ალბათ ყველა იპოვის თავის წიგნს. ნამდვილად და ეს არის ხო ერთ-ერთი ბიბლიოთეკა ამის გარდა კიდევ ძალიან ბევრი ბიბლიოთეკა აქვს უნივერსიტეტის ფაკულტეტების მიხედვით, ამიტომ ხო არჩევანი ნამდვილად ძალიან დიდია. ახლა მოვედით რუმინის უნივერსიტეტის სხვა სამუშაო სივრცეში, სადაც ხედავთ აქ სტუდენტები თან მუშაობენ და თან აქ კიდევ ყავა შეგვიძლია ავიღოთ და ესეთი ძალიან სასიამოვნო სამუშაო გარემო არის, აქაც დავეთანხმებით ალბათ. კი, ნამდვილად. და თქვი რომ აქ ბევრი ქართველი სწავლობს, ხო ამ ეტაპზე? კი, საკმაოდ და აქ ქალაქშიც ესე გაიგონებთ ხოლმე ქართულ საუბარს, რაც ხო ამ გამოცდილებას კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის. და შენი აზრით, აი შენს მაგალითზე და ამ ხალხის მაგალითზე, ამ სტუდენტების დაბრუნდებიან საქართველოში? ჩემი გადმოსახედიდან, როგორც პოლიტიკის მეცნიერის სტუდენტის გადმოსახედიდან, უფრო მეტი ბედნიერება და სიხარულის მომტანი ალბათ არაფერი იქნება, ვიდრე საქართველოში დაბრუნება, იმიტომ რომ საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში ზუსტად იგივე რაღაცებს კეთება მოგვიწევს, რასაც თეორიულად გვასწავლიან, ხო? აი რაღაცა სახელმწიფოს შენება, საჭირო რეფორმების გატარება. ამიტომ მე არ მჯერა რთულად წარმომიდგენია ადამიანი იყოს პოლიტიკის მეცნიერების სტუდენტი და არ უნდოდა საქართველოში დაბრუნება. თუმცა ის რეალობა, რაც ახლა საქართველოში დგას, ჩვენ ამ წვლილის შეტანაში
გვაფერხებს, იმიტომ რომ ხო საქართველოში ამჟამად ნაკლებად არის განსხვავებული აზრისადმი მიმღებლობა და იმისთვის რომ ქართულ სტუდენტებს შეეძლოთ ქვეყანაში დაბრუნება პირველ რიგში მთავრობა უნდა იძლეოდეს ამის საშუალებას და ხო მზაობას რომ გაიზიაროს განსხვავებული აზრები, განსხვავებული პრაქტიკები, როგორ აკეთებენ ევროპაში, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, ხო? აი, როგორ არის პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა მეთოდები, მოусმინოთ სხვა ადამიანებს და შევაჯეროთ, ანუ ამ სხვადასხვა ვარიანტებიდან საუკეთესო ვარიანტი. ეს მზაობა თუ არ იქნება, მაშინ ძალიან რთულია, ჩემი აზრით, ქართული სტუდენტები საქართველოში დაბრუნდნენ. ხო, ამ კითხვას ჩვენ ყველას უსმევთ, განსაკუთრებით ჩვენს ახალგაზრდულ რაღაც აქტივობებში ჩართულ ადამიანებს, ან ისე სტუმრებს მოსულს და შემიძლია ვთქვა, რომ აბსოლუტური უმრავლესობის პასუხია, რომ ესეც საქართველოში არ დაბრუნდებიან. დამაზუსტებელი კითხვაზე, რომ აი პოლონეთისნაირ საქართველოში დაბრუნდებოდი, ჩეხეთისნაირ საქართველოში დაბრუნდებოდი, ლიტვისნაირ საქართველოში დაბრუნდებოდი, პასუხია რომ კი 100%. მაგრამ პრობლემა იმაში გვაქვს, რომ აი ისეთ საქართველოს ვინ შექმნის, სადაც დაბრუნდები, ვინმე ხო არ გამოჩნდება მართლა მარველის გმირი, ვინც ამას გააკეთებს და ჩვენ ამ პროექტის ფარგლებში ზუსტად ეგეთ ადამიანებს ვეძებთ. აი შენი ჩართულობის ამბავი ზუსტად ეგ იყო, რომ ეს არ არის უბრალოდ სურვილი, ეს არის კონტრიბუტორი ვარ ამ ყველაფერში რა და მადლობა შენი ჩართულობისთვის ამ დღეებში, ის რომ გაგვაცანი შენი უცხოელი მეგობრები, ის რომ შენს უცხოელ მეგობრებს გააცანი საქართველო, აი ესეთი ევროპული საქართველო, არაფრის დამტკიცება რო არ გვჭირდება ჩვენ რომ აი ამ სივრცის ნაწილი ვართ ეგეთი საქართველო. ეგ კონტრიბუციაა. ყველას გვაქვს ინსტრუმენტი, რისი გაკეთება შეგვიძლია. ნამდვილად გეთანხმებით ამაში და მადლობა თქვენ ამ საშუალებისთვის, იმიტომ რომ ვფიქრობ, ხო აი მნიშვნელოვანია ადამიანებმა დაინახონ თავიანთი როლი, რა როლი შეიძლება შეიტანონ ამ ყველაფერში. იმიტომ რომ მე ვფიქრობ, ძალიან ბევრი ახალგაზრდა არის ისეთი, ან არა მარტო ახალგაზრდა, ჩვენ ძალიან ინკლუზიურები ვართ. კი. ძალიან ბევრი ადამიანია ისეთი, ვისაც წვნის შეტანა უნდა, მაგრამ არ იციან საიდან დაიწყონ, ხო? რა კონკრეტული მოქმედებები შეიძლება, ნაბიჯები შეიძლება გადადგან. ამიტომ ხო აი კრიტიკულად მნიშვნელოვანია მსგავსი პლატფორმების შექმნა, რომელიც მოაბილიზებს ამ ადამიანებს, სივრცეს შეუქმნის, რაღაცა თუნდაც ეს დიალოგი გაიმართება, brainstorming-ი, რასაც ვეძახით, ხო? აი იდეების მიმოცვა, საუკეთესო პრაქტიკების მიმოცვა, რა შეიძლება მუშაობდეს. ხო, ჩვენ პანელზე გვყავდნენ ადამიანები, რომლებიც ახლოსაც არ არიან პოლიტიკასთან, ხო? რესტორატორი, ტურის ორგანიზებელი ადამიანი, ანუ ეს ქვეყანა ყველას ასაშენებელია. ეს ქვეყანა არ არის მხოლოდ პოლიტიკური მეცნიერებით რო არიან დაკავებული ესეთი ადამიანების ასაშენებელი. ამიტომ ხო, ჩვენ ამ პროექტის ფარგლებში ზუსტად მაგას ვცდილობთ, რომ გავაგებინოთ ადამიანებს, რომ არავინ არაა ვალდებული აგიშენოს ისეთი სახელმწიფო, რომელშიც მერე დაბრუნდებოდი. მერე ყველა დაბრუნდება, მაგრამ ის საქართველო ვიღაცამ უნდა ააშენოს, ხო? კი, და ეს ალბათ ხო, ყველაზე დიდი ბედნიერება ვიტყოდი, როცა შენ თვითონ იღებ ამ ყველაფრის შენებაში მონაწილეობას, ვიდრე ხო აი მაგას ვამბობდი, რომ აი აქ თუ ვიმუშავებ, აქ უბრალოდ აი აშენებული ინსტიტუციების თუ ხო აშენებული სისტემის შენარჩუნებაში მივიღებ მონაწილეობას, რაც კარგია, ხო, ანუ დემოკრატიის შენარჩუნებაში მონაწილეობის მიღება ყოველთვის ასიამოვნოა, მაგრამ აი როცა შენ აშენებ, ეგ სულ სხვა ბედნიერებაა და მე იმას არ ვიძახი, რომ მე ვარ ეს ადამიანი, ვისაც ვაკეთებ, მაგრამ მე მინდა რომ ეს გავაკეთო ჩემს თანატოლებთან ერთად და არა მარტო თანატოლებთან, ისეთ ადამიანებთან, ვისაც ეს საერთო მიზანი და საერთო ღირებულებები გამოძრავებს და არა ხო, რაღაცა ერთი კონკრეტული ადამიანი. გამახსენდა ვაცლავ ჰაველის ფრაზა დაახლოებით ასეთი ჩეხეთის პირველი პრეზიდენტის, რომელიც ამბობდა, რომ იმედი არ არის იმის რწმენა, რომ ყველაფერი აუცილებლად გამოვა, არამედ რწმენა იმისა, რომ შედეგის მიუხედავად
ცდას ყოველთვის აქვს აზრი და აი ნამდვილად ჩვენ ახლა დემოკრატიისთვის ბრძოლა არ არის ბატონო მარტივი არ არის ეს ასეთი განგრძობითი ხო წარმატებული პროცესი წარმატება არის რა ვიცი ზოგჯერ ასეთი მაგრამ თავარი არის ის რომ ჩვენ წმენა გქონდეს იმის რომ ცდას ყოველთვის აქვს აზრი გულწრფელად წამს და მჯერა რომ თუ ეს რაღაცა ქართველები ჩვენს რესურსებს, გონებრივ რესურსებს შევაჯამებთ და ერთად ვიფიქრებთ პრობლემების გადაჭრაზე, ხო? აი, ძალიან დიდი პოტენციალი გვექნება. და გამოგვივა. აუცილებლად გამოგვივა, აუცილებლად. თაკო, შენი ყავის საქართველოდან ჩამოსული ხიდების მშენებლობის მასპინძელი ბრიუსელში. ჩვენი გიდი, ძალიან კარგი გიდი და ევროპარლამენტთან როცა ვიყავით ერთ-ერთ თავარ ადგილას შენ ნახე იქ ევროპარლამენტარი ვინც ძალიან საინტერესო აქტივობებს აწყობს მოგიყვები ამის შესახებ Hi Good to see you I actually worked for the Renew and I attended one of your rave parties I actually want to say something to them so this is like diaspora organization of Georgia My name is Lukas Sieper I'm a member of the European Parliament from Germany He's the youngest one Thank you for actually coming here I want to tell them that he kept attending the protests for Zia Maghlobeli in the European Parliament. I was a trainee at the time, so I remember you. And, Thank you for that. My pleasure Yes. It's a very pleasure and maybe see you at the Jeffs event. Yeah, I don't yeah, know. yeah, definitely. Yeah, see you around. Bye bye enjoy Bye bye. Take care. ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა პარლამენტარია 29 წლის არის და ვერც მიხვდები ხო ჩვენი გაგები ანუ ეს ხო ანუ როგორ მიხვდებოდით ეს ევროპარლამენტი ჩემი აზრით ზუსტად მაგიტომ არის განსაკუთრებული ინსტიტუცია რომ არის ძალიან დინამიური ხალხისთვის ძალიან ხელმისაწვდომი და ხალხთან ახლოს აი ეს ევროპარლამენტარი ლუკას ზიპერი არის გერმანელი ევროპარლამენტარი რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა სხვათა შორის 29 წლის და ხო ლუკასმა რამდენჯერმე თავის ოფისში დაორგანიზა ფართი სადაც ხო მიგვიწვია სტაჟიორები და ფარტიო ხო ნამდვილი ფარტი ნაწმეულება თავის კაბინეტში სხვათა შორის და სადაც ხო სადაც DJ რა თქმა უნდა და ხო სამუშაო მაგიდაზე კი ეს თავისი სეტი იყო თავის სამუშაო მაგიდაზე და ხო ძალიან მეუცნაურა ევროპარლამენტში ევროინსტიტუციაში მსგავსი სიტუაცია მაგრამ აი ზუსტად ეს არის ევროპული დემოკრატიის სახე ასე ვიტყოდი იმიტომ რომ ევროპული დემოკრატია ასახავს ხალხს ეს არ არის რაღაცა საოცარი ღთიური არსება ან რაღაცა ასე შემდეგ ხო ეს არის ჩვეულებრივი ადამიანებისგან შემდგარი ძალიან ჩვეულებრივი ინსტიტუტი რომელიც რომის კარიც ღია არის ხო და ამ ევროდეპუტატებს არ ყავთ ძვირადღირებული ჯიპები, დადიან ველოსიპედით, მეტროთი, ავტობუსით და თვითონ ამ ღონისძიების ივენთის შინაარსი რა იყო შენი აზრით, ხო? რაღაც დეპუტატის კაბინეტში მის სამუშაო მაგიდაზე დგას DJ, რომელიც მიქსებს გავაზობს და თქვენ გაშემოცეკავს ხალხი, ხო? რისი თქმა სურდა მას? ხო, რისი თქმა სურდა პირველ რიგში ადამიანების გაცნობა და მეორე და მეორე მხოლოდ საქმის კეთება რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ საქმის კეთებასთან ერთად გართობაც მნიშვნელოვანია, რაღაცა გულის გადაყონება სხვადასხვა რაღაცებზე და ასე შემდეგ და აი ხო კი განვიხილავდით კიდევაც რომ აი ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამ დემოკრატიის მშენებლობაში მუხლ ჩაუხრელად ვიბრძოლოთ, მაგრამ ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია რომ ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობას გაუფრთხილდეთ და დავაბალანსოთ სამსახურიც, გართობაც და ხო ნუ რაღაცა რომ არ გამოვიფიტოთ. რა თქმა უნდა. კი, აი ჩვენ ხშირად ვამბობთ ამას, რომ კი გავიგეთ რომ ძლიერები ვართ, მაგრამ ყველას ჭირდება ზოგჯერ რესურსების კი ყურადღების სხვა რამეზე გადატანა. სხვათაშორის ამ ექსკურსიის დროს ზურა კაპარაძე ამ ორგანიზაციის თანადამფუძნებელი ერთ-ერთ მონაწილეს უყვებოდა, რომ აი ადამიანი ბიოლოგიური არსება ზოგჯერ იღლება ხოლმე. ერთ-ერთმა თქვა პასუხად შეიძლება ზურა არასდროს არ იღლება. ხო, ნუ არა. მე მართლა გულწრფელად ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ეს რესურსები რაციონალურად გამოვიყენოთ და ხო, როცა დასვენება არის საჭირო, დავისწროთ.
ხიდების მშენებლობის ბრიუსელის შეკრების ერთ-ერთი დასამახსოვრებელი მომენტი იყო კონცერტი stand-up show ალბერტ ჰოლში. ეს არის სივრცე, სადაც ძალიან ცნობილი მუსიკოსები იკრიბებიან, სხვადასხვა სახის ღონისძიება ხშირად იმართება და ამჯერად ქართველებმა დაიკავეს და მე ვიტყოდი აიღეს სცენა. ყოველთვის ვებულებით მადლობა კიდევ ერთხელ ყველა იმ ემოციისთვის, რაც გაეციეთ დღეს ჩვენდამი და რასაც გასცემთ ჩვენი ქვეყნის მიმართ. Welcome to all, please. Glory to Georgia. უამრავი ქართველი იყო, ვინც არა მხოლოდ ბელგიაში, სხვადასხვა მეზობელ ქვეყნებში ცხოვრობს, ჩამოვიდნენ სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის და იყვნენ უცხოელები, რომელიც დაკომ დაპატიჟა, მათ შორის ადამიანები, რომლებიც მუშაობენ სხვადასხვა სტრუქტურაში. ერთ-ერთი მოქალაქე იყო, რომელსაც ძალიან უყვარს თურმე ქართული ლობიო. ლობიო, ხინკალი და აჭარული ხაჭაპური, მთელი ნაკრები. ნაკრები. რატომ დაპატიჟე ისინი, რა იყო შენი мотиваცია? რაღაცაერთი ისე მოხდა, აქ ისეთი მეგობრები შევიკრიბე, რომლებისთვისაც ეს საერთო ევროპული ღირებულებები, დემოკრატია, კანონის უზენაესობა ძალიან მნიშვნელოვანია და ფიქრობენ, რომ ამ ღირებულებებისთვის ბრძოლა მხოლოდ რაღაცა საზღვრებში არ არის მოქცეული და მნიშვნელოვანია, რომ თავიანთი წვლილი შეიტანონ მსგავს რაღაცა ქმედებებში, რომლებიც თუნდაც საქართველოში არის და ევროკავშირის საზღვრებს გარეთ. ამიტომ მათ ეს რაღაცა ქართული ბრძოლა მართლა თავიანთ ბრძოლად მიაჩნიათ და ყოველ ჯერზე რაღაცა როცა ორგანიზდება მთხოვენ რომ დაგვპატიჟე და რაღაცა არ გვინდა რომ გამოგჩეს ქართული ღონისძიებები და ერთ-ერთი ხო მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო რა თქმა უნდა ეს ხიდების მშენებლების და მინდოდა რომ აი მათაც აი უფრო მეტად შეეგრძნოთ ეს ქართული განწყობა, ქართული და მასშტაბურე ევროპული განწყობა, რომ აი ჩვენთვის ეს ღირებულებები ძალიან მნიშვნელოვანია და ხო მიუხედავად ამჟამინდელი სიტუაციისა ჩვენ არ უნებდებით, ჩვენ პირიქით ერთმანეთს ვაძლიერებთ, ინსპირაციას ვაძლევთ ერთმანეთს და ხო მინდოდა რომ ისინიც მოსულიყვნენ, უფრო კარგად დაენახათ და ხო თავიანთი აზრით გაეზიარებინათ ჩვენთვის, რასაც ალბათ იხილავთ კიდეც. ხო, ჩვენ ჩავწერეთ ერთ-ერთ მათგანთან ინტერვიუ. მოდი მაყურებელს გავაცნოთ ვინ არის ეს. ჩემი მეგობარი იან ხერტი სხვათა შორის გავიცანი პარლამენტში ერთად მუშაობდით და ამჟამად მუშაობს ახალგაზრდა ევროპელი ფედერალისტების ორგანიზაციაში, პოლიტიკური მრჩეველი არის და ხო ძალიან ისეთი საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს ამ ALDE პარტიასთან მუშაობის და ხო იანის გულთან ძალიან ახლოს არის ხო ჩვენი გამოწვევები და ჩვენი მიზნები ასე რომ ვთქვათ. Today is Europe Day, and for me, Europe Day is also Georgia's Day. Because to me, Georgia is Europe, and Europe is Georgia. Your fight is our fight. Please keep fighting it. We are stand behind you. გულშემატკივრობენ ქართულ ხალხს. კი, პირველ რიგში ქართულ ხალხს. ყოველთვის მნიშვნელოვანია რომ ისინი ხაზგასმით ამას აღნიშნავენ. რეზოლუცია იქნება პოლიტიკური განცხადება ტრიბუნიდან თუ ასე შემდეგ, ხო? ჩვენი ხარდაჭერა საქართველოს მოქალაქეებს ასე ამბობენ. სხვათა შორის იანი დეკემბერში იყო საქართველოში ჩასული იმისთვის რომ ხო ეს ქართველები უკეთესად გაეცნო და უკეთესად თავისი თვალით ენახა როგორი სიტუაცია არის საქართველოში და თუნდაც საქართველოს სილამაზე თვითონ უკეთესად შეეგრძნო.